ოდესმე გქონია ისეთი ფიქრები, ნეტავ ისევ იმ ფორმაში ვიყო, ჩემი ძველი სხეული დამაბრუნებინა, ადრე რა მარტივად გამომდიოდა კლება, მატება, სხეულის კონტროლი და ეხლა რა მჭირს, რა დამემართა. თითქოს ჩვენი სხეული ვალდებული იყო, რომ ერთი და იგივე მდგომარეობაში დარჩენილიყო მთელი ცხოვრება, მაგრამ რეალურად სხეული ხომ არ არის სტატიკური, იცვლება ასაკთან, სტრესთან, ჰორმონებთან, ძილთან და ცხოვრებასთან ერთად. და საერთოდ რატომ ველოდებით, რომ ჩვენი სხეული უნდა დარჩეს ერთი და იგივე მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი ცხოვრებაც კი შეიცვალა. ხშირად ჩვენი ცხოვრების ერთი კონკრეტული პერიოდის სხეულს აღვიქვამთ და ვაქცევთ სწორ სხეულად. ეს შეიძლება იყოს 18 წლის, 20, 25 წლის ასაკში რა სხეულიც გქონდა ის თინეიჯერობის პერიოდში, უნივერსიტეტამდე პერიოდში, უნივერსიტეტის პერიოდში, ორსულობამდე, დიდ სტრესამდე, გადაღლამდე, ღამის ცვლებამდე, დიდი პასუხისგებლობის აღებამდე და რეალურად ამ სხეულს ვაქცევ ცაწყის წერტილად, რომლისკენ დაბრუნებაც მუდმივად გვინდა. მაგრამ ის სხეული, რომელიც მაშინ გქონდა, რეაგირებდა კონკრეტულ გარემოზე და ცხოვრებაზე. როდესაც შეიცვალა ცხოვრება, შეიცვალა ჩვენი სხეული. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულის მიზანი არ არის ესთეტიკა, როგორც ამას ჩვენი ტვინი აღიქვამთ, ჩვენი სხეულის მიზანი არის გადარჩენა და ადაპტაცია. ის მუდმივად იღებს გარემოდან სიგნალებს, ინფორმაციას, მაგალითად, რამდენი გეძინა, რამდენად სტრესში ხარ, როგორ ისვენებ, რამდენად გაქვს ენერგია, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს შენი ნერვული სისტემა, როგორ მოძრაობ, რამდენად ხარ ფიზიკურად დატვირთული, რა სჭამ, როგორი არის შენი აღდგენა. ამ ინფორმაციას ერგება და შესაბამისად რეაგირებს. ჩვენი სხეული არ მუშაობს ჩვენ საწინააღმდეგოდ, პირიქით ჩვენ სასიკეთოდ მუშაობთ, როდესაც აგროვებს ამ გარედან შემოსულ მესიჯებს და შესაბამისად პასუხობს. შეიძლება ეს იყოს წყლის შეკავება, ენერგიის ნაკლებად გაცემა, მაღალკალორიული საკვების მოთხოვნა, მაქსიმალურად ცდილობს გადარჩენას ისევ და ისევ ჩვენთვის. ხშირად წონის ცვლილებას ვაიგივებთ პირად მარცხთან, ნებისყოფის არქონასთან, მაგრამ რეალურად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიოლოგიას. ფიზიოლოგიურად რომ შევხედოთ, ქალის მაგალითზე მთელი ცხოვრების განმავლობაში გადის ბუნებრივად ისეთ პერიოდებს, როდესაც სხეულის კომპოზიცია იცვლება. მენსტრუაციის დროს, ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ, პრემენოპაუზისას, მენოპაუზისას, ამ დროს ჰორმონები გავლენას ახდენენ ცვლილებებზე, როგორც არის ცხიმის გადანაწილება, შიმშილის და დანაყრების სიგნალებზე პასუხი, ენერგიის დონე, წყლის შეკავება, აღდგენის უნარი. ანალოგიურად არის კაცების შემთხვევაში, ასაკთან ერთად იცვლება ჰორმონალური ფონი, ტესტოსტერონის დონე, კუნთოვანი მასა, პასუხი აღდგენაზე, ენერგიის დანახარჯზე, სტრესზე და ასე შემდეგ. ეს ეტაპები არ უნდა მივიჩნიოთ, რომ არის ჩვენი ცხოვრების ჩაგდებები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ, რომ შევინარჩუნოთ ისეთი ფორმა, როგორიც მაქსიმალურად შეგვიძლია და საუკეთესო ფორმაში ვიყოთ ამ პერიოდებშიც. არა, ეს ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი არის, ხდება, ეს არის ფიზიოლოგია, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგებით და ამ პერიოდში ჩვენი სხეულის ფორმა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. გარდა ფიზიოლოგიისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, კულტურას, ადამიანის ქცევას, ჩვევებს, რომელიც ბავშვობიდან გვაქვს ჩამოყალიბებული, საკვებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღეს, ასევე მედიკამენტების მიღებას, მენტალურ მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი სხეულის ცვლილებაზე. ვერ ვიტყვით რომ ჩვენს ხელში არის ჩვენი წონა, რომ ეს დამოკიდებული არის ნებისყოფაზე და ცოდნაზე, არა, თქვენ ხედავთ, რამდენი ფაქტორი ახდენს გავლენას იმაზე, ჩვენი წონა საერთოდ შეიცვლება თუ არ შეიცვლება, იგივე დარჩება, თუ რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი სხეული. მაგალითად, როდესაც საკვებზე ხელმისაწვდომობა არის შეზღუდული ცილოვან პროდუქტებზე, ვერ ვიღებთ საკმარის ცილას და ჩვენი ორგანიზმი გთხოვს რაიმე წყაროდან ენერგიას და
შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება მაღალ ნახშირწყლოვანი საკვების მიმართ, რომ ეს ენერგიები, რომელიც გვეხარჯება და ვერ ვიღებთ ცილოვანი პროდუქტიდან, მაქსიმალურად შევავსოთ. ასე რომ ჩვენთვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება მაღალ ნახშირწყლოვანი პროდუქტები, ვიღებთ მას და შესაბამისად ჩვენ ვერ ვიღებთ საკმარის ნუტრიენტებს, რომელიც გვჭირდება ჯანმრთელობისთვის. ასევე შეიძლება ვთქვათ, როდესაც სამსახურებრივ პირობებში გვიწევს დატვირთულად მუშაობა, ვიღლებით, სტრესებით, ამ დროს ორგანიზმი გთხოვს დასვენებას, აღდგენას, შესაბამის ენერგიას. ჩვენ გვიდა ამ პერიოდში თან პარალელურად დავიკლოთ, მაგრამ ვერ ვიკლებთ, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ამ დროს ცდილობს მაქსიმალურად გადარჩეს, ნაკლები ენერგია დახარჯოს და პირიქით, რომ უძილო ღამეების შემდეგ გთხოვს მაღალკალორიულ, მაღალცხიმოვან, მაღალნახშირწყლოვან საკვებს, რომ კიდევ უფრო მეტად მოიმარაგოს და უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. თუ ჩვენი არჩევანი არის ცხოვრების გარკვეული ეტაპები, ჩვენი სხეულიც იმ პერიოდის შესაბამისად როგორც შეიცვლება, ისეთები უნდა მივიღოთ. რატომ ხდება, რომ ორი ადამიანი შეიძლება იკვებებოდეს იდენტურად, ფიზიკურად ერთნაირად იყვნენ აქტიურები, მაგრამ განსხვავებულ შედეგს დებდნენ, იმიტომ რომ ჩვენი სხეული არ მუშაობს პირდაპირ და არ არის მხოლოდ კალორიების მიღებაზე და გაცემაზე დამოკიდებული. ერთ შეიძლება ბუნებრივად მალე უჩნდება დანაყრების შეგრძნება, როდესაც მეორეს უფრო ძლიერი შიმშილის სიგნალები აქვს. ერთს ღამე მშვიდად სცინავს, მეორეს სტრესული ცხოვრების პერიოდი აქვს და ეს განსხვავებები არსებობს ყველა ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ მუდმივად ვაკონტროლებდეთ ჩვენს სხეულს. მიზანი უნდა იყოს, რომ გვესმოდეს მისი მხარს უჭერდეთ, ვეხმარებოდეთ, თანამშრომლობდეთ მასთან ერთად და არა ვებრძოდეთ გამწარებულები. სწორი კითხვა ის კი არ არის, როგორ ჩავაყენო სწრაფად ჩემი სხეული ფორმაში. სწორი კითხვა იქნება, რა უნდა ეხლა ჩემს სხეულს? უნდა ცვლილება, გაგება უნდა მოსმენა, დასვენება, აღდგენა, თუ რა სჭირდება ეხლა სხეულს ჩემგან. თუ შენი სხეული შეიცვალა ასაკთან ერთად, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე, ვერ შეინარჩუნე, დამარცხდი, ზარმაცი გახდი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ, ცხოვრობ, ცხოვრება იცვლება და შენი სხეულიც იცვლება. მადლობა რომ მიყურეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.